friends are in trouble. What are you going to do about it? You don't want any part of this. მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იქნა მივიღეთ ადამიანიობობას ფილმის სიკველის ტრეილერი, რომელსაც ქვია ადამიანიობა სახლიდან შორს. მოდი დღეს დეტალურად განვიხილოთ თუ რა ვნახეთ მოცემულ ტრეილერში. თავდაპირველად აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვიხილეთ მარველის ახალი, რიგით მეოთხე ფაზის პირველი კადრები. მოგეხსენებათ, რომ ადამიანიობას მეორე ფილმი უსასრულობის ომისა და ენდგეიმის მოვლენების შემდეგ განვითარდება, ხოლო ენდგეიმის ფილმი ოფიციალურად დაასრულებს მესამე ფაზას. ასე რომ Far From Home-ის ტრეილერი პირველი და ოფიციალურია მარველის მეოთხე ფაზისთვის. კარგი, გადავიდეთ უშუალოდ კადრების განხილვაზე. თავდაპირველად ხედავთ, რომ პიტერი და დეიდა მეი უსახლკაროებისთვის გამართულ საღამოზე იმყოფებიან. თუ გახსოვთ ადამიანიობას პირველი ფილმის დასასრული, გეცოდინებათ, რომ დეიდა მეიმ უკვე იცის თუ ვინ არის რეალურად სპაიდერმენი, რასაც როგორც ვხედავთ საკმაოდ გაგებით და კარგად მოეკიდა. და ეხმარება კიდეც პიტერს რაღაცეებში. ამის შემდეგ ხედავთ ჰეპი ჰოგანს და აქვე ვამჩნევთ საკმაოდ ახლო დამოკიდებულებას მასსა და დეიდა მეის შორის. როგორც ჩანს, მათ შორის გარკვეული რომანტიკული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, ხოლო აქ მივიღეთ პირველი ისტერეგი ენდგეიმის ფილმზე. ამ სცენაში პიტერის სიტუაციიდან გამომდინარე დაკვირვებული კითხულობს რა მოხდა, რაც შეიძლება მინიშნება იყოს უსასრულობის ომის მოვლენებზე, სადაც სხვა გმირებთან ერთად პიტერი დაიფერფლა და მოხვდა სულის სამყაროში. იქიდან დაბრუნებული კი იუცნაურებს ჰოგის და მეის ასეთ თბილ დამოკიდებულებას ერთმანეთთან. მომდევნო სცენაში უკვე ვხედავთ, რომ პიტერი ალაგებს ბარგს, რადგან მიემგზავრება ევროპაში სკოლის ექსკურსიაზე, სწორედ ამიტომ ქვია ფილმს სახლიდან შორს. მომდევნო კადრი კი გაცილებით საინტერესოა. ჩვენ ადამიანიობას ფონზე ვხედავთ შურისმაძიებლების ძველ შენობას, რომელიც რესტავრირდება. Homecoming-ის ფილმში ვნახეთ, რომ სტარკმა მთლიანად იყიდა ძველი ევენჯერების შენობა, ხოლო აქ უკვე ვხედავთ, რომ ის ზღვის მფლობელობაშია. ეს სხვა კი შეიძლება იყოს სულად ნორმან ოსბორნი. ჩვენ ვერ ვნახეთ ის ჯერჯერობით MCU-ში, მაგრამ მეოთხე ფაზიდან ყველაფერი მოსალოდნელია. მომდევნო სცენაში ვხედავთ პარკერს, რომელიც პასპორტის შესახებად არის მისული და აქვე ვხვდებით ერთ ძალიან საინტერესო easter eggs. თუ დააკვირდებით პარკერის პასპორტში მის დაბადების თვეს, მიხვდებით, რომ ეს არის თვე, როდესაც ადამიანიობას პერსონაჟის კომიქსი პირველად გამოჩნდა ბაზარზე 1962 წელს. შემდეგ სცენაში დეიდა მეი პიტერს ეუბნება, რომ ექსკურსიაზე წაიღოს მისი კოსტუმიც, რადგან პიტერი პასუხობს, რომ ევროპას არ დასჭირდება მეგობრული მეზობელი ადამიანიობა და მას უბრალოდ კლასელებთან ერთად უნდა გასართობად წასვლა. რაც შეეხება მის კოსტუმს, ხედავთ, რომ ეს არ არის რკინისობობის კოსტუმი, რასაც პიტერი უსასრულობის ომში იყენებდა. ამის ახსნას ალბათ უკვე ენდგეიმის ფილმში უნდა ველოდოთ, რადგან კევინ ფაიგის თქმით სახლიდან შორს არ იქნება უსასრულობის ომის პრიკველი. მომდევნო სცენაში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ისტერეგი გვხდება. ეს არის ჩემოდანი, სადაც ამოტვირთულია სახელის ინიციალები, რომელიც ეკუთვნის პიტერის ბიძას, ბენჟამინ ფრანკლინ პარკერს. ბიძია ბენი სწორედ ამ სახელით მოიხსენიებოდა. ამის შემდეგ უკვე ვხედავთ, რომ პიტერი ჩასულია ევროპაში და მეგობრებთან ერთად ერთობა. ამ სცენაში ასე ვთქვათ დაანონსდა პიტერის და MJ-ის რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისი. როგორც ჩანს, მათაც ექნებათ რომანი ფილმში. აღსანიშნავია, რომ MJ-ის მსახიობი ზენდაია და ტომ ჰოლანდი რეალურად შეყვარებულები არიან. რაც შეეხება უკვე სერიოზულ და ბატალურ სცენებს, ეს განწყობა ტრეილერში შემოაქვს ნიკ ფიურის, რომელიც მოულოდნელად აძინებს ნედს. ფიური წარუდგენს თავს პიტერს, სადაც ვხედავთ, რომ პარკერმა უკვე იცის ფიურის შესახებ. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი დიდი ალბათობით თავად სტარკია. ფიურის გამოჩენა ალბათ ყველასათვის ძალიან სასიხარულო იყო, რადგან ბოლოს როდესაც ჩვენ ის ვნახეთ, ფერფლად იქცეოდა. ამის შემდეგ ნიკი პარკერს ეუბნება, რომ მისი აქვს შესასრულებელი. მომდევნო კადრებში კი ჩვენ ვხედავთ პიტერის ახალ კოსტუმს, წითელი და შავი ფერებით, რომელიც ნამდვილად ძალიან კარგად გამოიყურება. შემდეგ ვნახეთ გამართული ქაოსი ლონდონის ხიდზე. ამ ქაოსის მიზეზი კი შეიძლება იყოს სხვა განზომილებიდან უცხო სახის არსებების გადმოსვლა, რომლებიც ახლოდან ვიხილეთ ტრეილერში. ისინი აკონტროლებენ დედამიწის სხვადასხვა ელემენტებს. კომიქსებში ასეთ 4 არსებობს ხვდებით. ესენი არიან ჰიდრონი, რომელიც წყლის მმართველია და მისი კონტროლი შეუძლია, მაგნუმი, რომელიც მიწის ლორდია, ჰელფაიერი, რომელსაც ცეცხლის მართვა და დამორჩილება შეუძლია და ზეფირი, რომელიც ქარიშხლების მბრძანებელია. რაც შეეხება ელემენტალებს, ამ კადრში ვხედავთ, რომ ფიური და მარია ჰილი ესვრიან მაგნუმს. ხიდზე კი ვხედავთ ელვასა და ცეცხლს, რაც ალბათ უფრო ზეფირის და ჰელფაიერის ნამოქმედარია. ამის შემდეგ ძალიან საინტერესო სცენა, სადაც ჰეპი პიტერს ეუბნება, რომ ის უკვე აბსოლუტურად მარტოა და მისი მეგობრები გასაჭირში არიან. შეიძლება თუ არა, რომ ეს ენდგეიმის პოტენციური სპოილერი იყოს. თანაც სტარკი ტრეილერში რა თქმა უნდა არ გამოჩენილა. ვფიქრობ, აქ რაღაც დონის კავშირი უნდა იყოს.
მომდევნო კადრში უკვე ვნახეთ პიტერის კიდევ ერთი კოსტუმი, რომელიც ნოირის მიმსგავსებულია. იმ სურათებში, რომლებიც გადაღებებიდან გავრცელდა, პიტერს ამ ფორმაზე ჰქონდა შილდის ლოგო. ტრეილერში კი ეს ვერ ვნახეთ. ამის შემდეგ გამოჩნდა წყლის ელემენტარი, რომელიც შეიძლება იყოს ჰიდრომენი. ამის შემდეგ კი ვიხილეთ ალბათ ტრეილერის ყველაზე გამოსარჩევი და შთამბეჭდავი პერსონაჟი მისტერიო, ჯეიკ ჯილენჰოლის შესრულებით, რომელიც იდეალურად გამოიყურება. მისი ფორმა თითქმის ზუსტად არის ადაპტირებული კომიქსებიდან. შეგახსენებთ, რომ მისტერიო არ არის მაგიკოსი, ის არის უფრო ძალიან მაღალი დონის ტექნოლოგიების აწყობით დაკავებული და ილუზიებით ძალიან გაწვრთნილი ოსტატი. კომიქსებში მისტერიო იგივე კვენტინ ბეკი ისახავს მიზანს, რომ გახდეს სუპერგმირი, რისთვისაც ადამიანებობას მოშორებას გადაწყვეტს. ტრეილერში კი ვნახეთ, რომ ის პიტერს ეუბნება, ამაში ნუ ჩაერევი, რის შემდეგაც იწყებს ბრძოლას წყლის ელემენტალთან. შეიძლება ეს არსებები მისი შექმნილი ან მოყვანილი იყოს. რაც შეეხება იმ მწვანე ბოლს, რომელიც თან სდევდა, ესეც ზუსტი ადაპტაციაა კომიქსებიდან. მისი კოსტუმი კი ნამდვილად გავს ჩიტაურის მასალიდან აწყობილს, რასაც ვულტური ანუ სხვავი აგროვებდა ადამიანებობას პირველ ფილმში. არის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ტრეილერში მოცემული კადრების რაღაც ნაწილი მაინც შეიძლება იყოს მისტერიოს ილუზიის ნაწილი. ილუზიის, რომელიც მან სავარაუდოდ პიტერს შეუქმნა და ასე მოირგო სიტუაცია. და მეტიც შეიძლება ელემენტალები, რომლებიც ვნახეთ ტრეილერში, იყოს ამ ილუზიის ნაწილი, რასაც იგი პარკერის წინააღმდეგ გამოიყენებს. რაც არ უნდა იყოს ჯეიკ ჯილენჰოლის შესრულებით, მისტერიო იქნება უდავოდ დიდებული სანახავი, მისი მთლიანი ფორმა შეუდარებელი იყო და ნამდვილად ეტყობა, რომ მაღალი დონის ნამუშევარი გველდება წინ. ვფიქრობ დღეისათვის სულ ეს იყო, თუ რამე კითხვა გაგიჩნდათ და აკომენტარეთ და აუცილებლად გიპასუხებთ, ჩვენ შევხვდებით მომდევნო ვიდეოში. დროებით. What are you gonna do about it? You don't want any part of this. Who is that guy? He's like Iron Man and Thor rolled into one. He's no Spider-Man. What is it with you and Spider-Man? What, he looks out for the neighborhood, has a dope suit, and I really respect him. Sup, dickwad?